სიგნიფიკაცია რა ხდება თქვენ შორის რა ხდება თქვენს შორის ამ ურთიერთობაში მოხდა დიდი კონფლიქტი და ეხლა ნახე როგორი სიტუაცია. იცით რომ ეს ურთიერთობა აი თითქმის დასრულებულია, მაგრამ აქ როგორი სიტუაცია, იცით? აქ ეხლა უყურეთ ძალიან ღრმა რა, მან არა ხო იცით? აქ არის სულების დონეზე რომ მივყვეთ ეხლა ღრმად სიყვარულის გამოცდა მიმდინარეობს. თუმცა აქ თქვენ ხვდებით რომ ამ ურთიერთობას მაინც და აი თქვენ ფიქრობთ, თქვენ გრძნობთ, რომ ეს ურთიერთობა მაინც დასრულდება. მიუხედავად ამისა, ამ დროს თითქოს სიყვარული გადის თქვენ შორს, ხო გითხოთ თქვენ შორს რა ხდება? სიყვარული გადის თქვენ შორის ტრანსფორმაციას, აი ესეთი აღქმა ურთიერთობაში, რომ აი ეს თქვენი სიყვარული, სუფთა სიყვარული განიცდის გამოცდას. აქ თქვენ, ვინც მიყურებთ, ცადეთ კომუნიკაცია ამ ადამიანთან, თუმცა იცოდით, რომ ამას შედეგი არ მოყვებოდა. ცადეთ კომუნიკაცია, შეიძლება ეს ცოტა მანიპულაციური კომუნიკაცია, ანუ მიწერაც იყო თქვენი მხრიდან რაღაცა მოქმედება. კი, მანიპულაციური იყო მოქმედება, ან მიწერა, რაღაცა გააკეთეთ თქვენ ამ სიტუაციაში. ისეთი რომ იცოდით რომ შედეგს არ მოგიტანდათ, მაგრამ მაინც გააკეთეთ. ეხლა არის პაუზა, მიუხედავად ამისა შედეგი არ მოვიდა, პაუზა არის და ელოდებით აქ შეიძლება როგორ რაღაც ხარით იცი მანიპულაციურად აი თქვენი სუფთა ემოციით ამ ადამიანს რაღაცა ისეთი შეტყობინება გაუგზავნეთ, ინფორმაცია გაუგზავნეთ, ხმა მიაწვდინეთ თქვენ სუფთა სიყვარულთან დაკავშირებით ამ ადამიანის მიმართ. და თუმცა ხვდებით თითქოს გრძნობთ, რომ ამ ურთიერთობის დასასრულია, აქ მოხდა კონფლიქტი და მიუხედავად ამისა აი თითქოს 1% რო გაქვს შანსი და აი ეს გამოიყენეთ სიყვარულის სახელით, ოღონდ მანიპულაციური მცდელობით. ამ დროს გინდათ რომ ამ ურთიერთობაში მოხდეს ისეთი ცვლილება, რომ მოხდეს დაოჯახება, ანუ სერიოზული ნაბიჯი გადმოდგას ამ ადამიანმა. ელოდებით მისგან ამქმედებას. ამავდროულად არის პაუზა, გაჩერებული ურთიერთობა და იცი სამკაცმა რომ ელოდებით და მიუხედავად იმისა, რომ იჩხუბეთ, მოხდა ჩხუბი და დაშორება, თქვენ მაინც აი ტექნიკურად გახვედით კომუნიკაციაზე. ან თქვენ, ან თქვენი პარტნიორისგან იყო მცდელობა, ეხლა ეს არის საჯარო სიგნიფიკაცია. ან თქვენგან, ან უფრო თქვენგან. ან თქვენი პარტნიორისგან იყო ისეთი კომუნიკაცია, რაც უშუალოდ აი შვიდ სიყვარულზე მეტყველებდა და თან იყო ეს მანიპულატორული
მიდგომა მასთან დაკავშირებით, რათა აი ამ კონფლიქტის მერე კრიზისის შემდეგ ურთიერთობა აღდგარიყო და ეხლა ელოდებით რას იმოქმედებს ეს ადამიანი. თან ელოდებით ისე რომ ისე უნდა იმოქმედოს ამ ადამიანმა, ცოტა არ იყოს გაზრდილი ნაბიჯებით. ერთადერთი მანიპულაცია, რასაც აქ ატარებს ადამიანი და ეს უფრო ქალის პოზიცია მგონია, არის მისი სუფთა სიყვარული მშვიდი და ასე ვთქვათ გახსნილობა ამ ადამიანის მიმართ. ოღონდ ამას იგონებს მანიპულაციურად, კარგი გაგებით, მაგრამ აი ისე რომ წამოეგოს ეს ადამიანი რა. რა ელოდება, რა თქვენს ურთიერთობას. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას. დღეს ვარ საოცარ ნაკადში და მადლობა სამყაროს. ეს რაღაცა პერიოდები იყო. ცოტა ნაკადში მიჭირდა მუშაობა და გადავლახეთ როგორ ხდება ხოლმე ის ჩემო კარგებო. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის ჩემს სივრცეში, ხო? ხსნი მაგთან პორტალს, როდესაც ვაკეთებ პირად ინფორმაციის გაშიფრას, პირად გაშლებს და შესაბამისად ზოგი ადამიანი იმდენად რთულ ენერგო ვიბრაციებში იმყოფება, მე სინათლის სვეტში მუშაობ და სინათლის სივრცეში მე ეს მიცავს სტრეს ეგრეგორი ენერგეტიკული სიმძიმისგან, მაგრამ ვიღაცა იყო დამჯდარი ჩემს პორტალზე, სადღაცა მქონდა კარი დასახური ეთყობა გამომრჩა და ჩემმა მედიტაციებმა დღეს დახურა. მადლობა სამყაროს. მას რა ქვია, მატრიცულ სეანს მედიტაციებთან დაკავშირებით 30 აპრილს კი დავაანონსე, მაგრამ ვინაიდან ერთი კურსი უკვე მიმდინარეობს, რომელიც 15 აპრილს თავდება და თან იმ კურსეც უნდათ გოგონებს ამ ახალ მატრიცაში დასწრება მატრიცაზე და მოკლედ პარალელურ რეჟიმში არ გამოვიდოდა რა, იმიტომ რომ დნმ გადაიტვირთებოდა ძალიან და აქედან გამომდინარე, ვისაც აინტერესებს და ვისაც ვერ გავეცი პასუხი დამაკმაყოფილებელი, გეტყვით რომ თან ორი მედიტაცია პლუს ჩემი საქმეები, ვიფიქრე რომ მართლა თან გადავიტვირთებოდი საბოლოო ჯამში რომ დავფიქრდი და გადავწყვიტეთ 19 მაისიდან თუ არაფერი შეიცვალა მანამდე დავიწყოთ ეს ჩვენი მედიტაციური სეანსები, მატრიცულ მედიტაციური სეანსები 19 მაისიდან დავიწყოთ, რომელიც გაგრძელდება 21 დღე. იქნება ყოველ საღამოს, დიდი ალბათობით ისე 10 საათზე დავიწყებთ, 1 საათი გრძელდება ხოლმე. და ის არის, რა ქვია, თემები იქნება ნერვული სისტემის განკურნება, სახის კანის რეგენერაცია და ძალიან მაგარ შედეგს დებს, რა თქმა უნდა, ყველაფერი გატესტილია და მუშა მდგომარეობაში რაც იმყოფება და ვიცი რაც გამოცდილი მაქვს, ყველაფერი მუშაობს. ეს არის ტალღური ხმებით განკურნება და ეს არ არის მედიტაციები, ეს არის დნმ-ზე მიმართული ტალღური სიხშირეები, რომელიც მუშაობს ასე ვთქვათ უჯრედების დონეზე რა. ნერვული სისტემის განკურნება, რომელიც სასწაულად მუშაობს, ასევე სახის კანის რეგენერაცია, თმების რეგენერაცია და კიდევ რა იქნება 4 მატრიცა იყო. ხო, წონის კლების ძალიან მაგარია, მადასაგდებს და მეოთხე რა იყო, ღმერთო გამახსენე, ანუ ჩამონათვალში კი მიწერია, მაგრამ ეხლა ერთ დიდი ღრმა დიაგნოსტიკა მაქვს გაკეთებული. სეანს მედიტაციები მაქვს გაკეთებული, პლუს კომუნიკაციები, ეხლა საჯარო გაშლას ვაკეთებ და
ცოტა მოვიკოჭლე. მეოთხეც რაღაც იყო ძალიან საინტერესო. მოკლედ 19-დან ვიწყებთ რა დიდი ალბათობით. ხო, რა ვიცი, დეტალები ვისაც გაინტერესებთ, დანარჩენი ღირებულება გახლავთ 150 ლარი. პირველი 3 დღე შეგიძლიათ შემოხვიდეთ უფასოდ, მოусმინოთ, ნახოთ რა სიტუაცია როგორ არის, რანაირად არის და თუ მიიღებს თქვენი ასე ვთქვათ, სული, შინაგანი სამყარო გაგრძელოთ, გექნებათ სურვილი, თუ არა და დაგტოვებთ ჯგუფიდან. რა გელოდებათ თქვენს ურთიერთობას? ხო და ის ვიდეო ავიღე რა მოკლედ, სადაც 30 მქონდა დაანონსებული. всё. რა გელოდებათ თქვენს ურთიერთობაში მაგ ადამიანთან? ერთი თვის მანძილზე. ვახ. ურთიერთობა აღდგება. თქვენ ახლა რო გითხრათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ვინმე შემოუშვებთ, ეს არის ტყუილი ამბავი. აქ იქნება მოსვლა ამ ადამიანის, იმიტომ რომ თქვენ აქ მოიცადე ერთ წამის ხორცებაში და მოვკეთ. თქვენთან. კი, თქვენთან. აქ კრიზისის შემდეგ თქვენი ურთიერთობა აღდგება, იმიტომ რომ აქ ეს კაცი ყავდათ, აი რა ვიცი, რო იტყვიან, პატარა ბავშვს რო აიყვან და კალთაში ჩაისვავ, აი ესეთ კომფორტში, ემოციური ბალანსი, გახსნილობა, სექსუალურობა, სინაზე, სიმშვიდე, ჰარმონია, აი ყველაფერს აძლევდით ამ ურთიერთობაში, ეს კაცი შეიძლება ბევრს გპირდებოდათ, ეს დაოჯახებული აჩვენებს აქ ცოლიანს, რომელიც წლების განმავლობაში გპირდებათ და რეალურად აფერს არ აკეთებს, აქ თქვენ გქონდათ შიშები, ეჭვიანობა და ასე შემდეგ, ამ კაცზე ეჭვიანობდით კიდევაც, რადგან ეს ცოტა ისეთი ტიპია, რომ შეუძლია ქალების გულის შეგლეჯვა თავისი, ასე ვთქვათ, მამაკაცური ენერგიებით და ცოტა ეგოისტურადაც შეიძლება, აი როგორი ტიპია, იცი, შეიძლება ამას რეალურად არც არავინ არ უყვარს რა, აი უყვარს ის, ვისთანაც თავს კარგად გრძნობს. ყოველ შემთხვევაში ამ ურთიერთობას კრიზისის შემდეგ აღდგენა ელოდება, მოვა ეს ადამიანი, გექნებათ შეხვედრა, პაემანი ჩამოვა თქვენთან, რადგან ამ ადამიანისთვის ხო გეუბნებით, ანუ თქვენ საერთოდ ეხლა ცოტა კარმულად რომ მიუყვეთ, ხო, ერთმანეთის სარკეები ხართ, აქ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ერთმანეთს საკუთარ თავში ახედებთ, ხო? აქ თქვენ ძალიან დამცირებულად გრძნობთ თავს. აქ თქვენ შეიძლება აქ ვინმე ქალზეც გაიგეთ, რომ მაგას ვიღაცა ყავს თავის ცხოვრებაში. ან სამსახურში, ან სადღაც იდუმალ ურთიერთობაში, ყოველ შემთხვევაში აქ ურთიერთობა აღდგება, გექნებათ შეხვედრა, პაემანი, რადგან ეს გთვლით ბედის საჩუქრად ეს ადამიანი. აქ ბევრ რაღაცებს გპირდებოდათ ეს ადამიანი, არაფერს არ ასრულებდა, რასაც გპირდებოდათ. ამ დროს მე როგორც ვიტყვისია, ეგეთი ტიპაჟია, მაგრამ დაბრუნდება, იმიტომ რომ აქ სრული კომფორტი აქვს თქვენთან.
თქვენ სრულად გახსნილი იყავით, ეს არ იყო სრულად გახსნილი. ანუ როგორც ჩანს, ის მცდელობა, რაც თქვენ ქენით, შედეგს გამოიღებს, ჩემო კარგებო. ურთიერთობა აღდგენას ექვემდებარება და ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა არის არჩევანის და გზაჯვარედინის პოზიციაზე, კი, ამ ურთიერთობაში აღდგენა, ბედნიერება და თქვენსკენ წამოსვლა მოხდება. თქვენი სიყვარულის და სექსუალური ენერგიის არქონის გამო ეს ადამიანი არის აი ჩვეულებრივად რო იტყვათ მათხოვრის პოზიციაში. ამიტომ იმოქმედებს ყველა ვარიანტში. აქ ერთადერთი საიდანაც ვერ გამოდის, ეს არის მაგისი ოჯახი. აქ ცოლიაც მაჩვენებს მამაკაცს, მაგრამ აქ ბედნიერება მაინც გელოდებათ. ურთიერთობა ყველა ვარიანტში აღდგება, გექნებათ შეხვედრა და ბედნიერი დღეებიც ჩანს თქვენს კავშირში. ჩემო კარგებო, რასაც მე თქვენ გისურვებთ სულით და გულით. გისურვებთ წარმატებულ და პოზიტიურ ხვალინდელ დღეს და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ბედნიერად.